გამოგიტყდებით, თვის ბოლოს ვარ ერთ დიდ წვეულებაზე დაპატიჟებული და გადავწყვიტე სტუმრად მომეყვანა ისეთი ადამიანი, რომელიც აჭარულს ცეკვავდა. იმისთვის რა რომ იქ არ შევრცხვე. მოდით სულ ყველანი ერთად მივესალმოთ, ჩვენი სტუმარი გახლავთ ნიცა გაგუა. მოგბრძანდით. სალამი ნიცა. გამარჯობა ჩემო ლამაზო. გამარჯობა. Dabრძანდით, როგორი ლამაზი ბრძანდებით. იცით, მე მინდა გამოგიტყდეთ თქვენ. ვიცოდი, რომ პრინცესა ცხოვრობდა სასახლეში, მაგრამ აჭარულს თუ ცეკვავდა, ეგ არ ვიცოდი. გესიამოვნა, პრინცესას რო გავხარ, ძალიან ლამაზი რო ხარ. ძალიან მაგარია. საიდან ჩამოხვედი შენ? წყალტუბოდან. წყალტუბოდან ჩამოსულა, აპლოდისმენტები. რამდენი წლის ხარ ნიცა? 5. 5 ხარ? უნდა იცეკვო დღეს? რა უნდა იცეკვო? აჭარული. აჭარული უნდა იცეკვო? წყალტუბოელმა უნდა იცეკვო აჭარული? როგორი უცნაური არის. რატო გადაწყვიტე მაინც და მაინც რომ აჭარული გეცეკვა? მიყვარს. თიულურმა და რა ვიცი მე, სამაიამ რა დაგიშავა? ეს უფრო მოგწონს? კიდე გიყვარს რომელიმე ცეკვა? არა. აჭარულისგან. არა? რა უცნაური, ძალიან ლამაზი რო ხარ თუ იცი ნიცა შენ. აი ძალიან ლამაზი რო ხარ და დახატული, საოცარი ბავშვია. აი ეგ რა მაინტერესებს, ეგ თმები ეხლა ეს ლამაზი თმები რო გაქვს, მაგას როგორ უვლი შენ? არ უვლი? არა. საერთ მიგდებული გაქვს ხო თმები ეგ? თავისთვის არსებობენ თმები და ნიცა თავისთვის არის. რა არის, იცი, აი ძალიან ლამაზი. ხო არ გიშლის ცეკვის დროს ეგ თმები? არა. პირიქით გეხმარება, ხო? გადასარევი. აი, წყალტუბოში რა ხდება? არაფერი. ქარი არის კიდე? ქუთაისისკენ მიმავალო ქარო. იცი იქ სიმღერა? არა. სკოლაში დადიხარ? არა. ბაღში? კი. კარგია ბაღში? კი. მართლა? იქ მეგობრები ყავს ბევრი? რას აკეთებთ ხოლმე ბაღში? თამაშობთ. მარტო ეგ არის ბაღში? კიდე რამეს აკეთებთ? თამაშობთ და კიდე რამეს არ გასწავლიან ბაღში? მაგალითად ქსოვას. არა. არა? ანუ გაჭმევენ იქ რამეს? კი. გიყვარს რამე? კი. რა? კარაქიანი. კარაქიანი პური უყვარს. იცი რა არის? სახლში რა შამ? კარაქიანი პურსი. ბაღშიც კარაქიანი პური. მოდი რას კითხავ, იცი? სახლის კარაქიანი პური ჯობია თუ ბაღის? ბაღის. რატო მითხარი? რატო იქ უკეთეს კარაქს უსვამე? დავიჯერო ეხა ეგ ამბავი, ეხა სახლში არ გაჭმევენ, შენ კარკარა აქვს. თუ მაინც და მაინც კარაქიან პურზე მიდგა საქმე. ხაჭაპური არ გიყვარს? კი. გიყვარს? კი. ხაჭაპური ჯობია თუ კარაქიანი პური? კარაქიანი პური. მოკლედ, ეს ვერ ავწდით კარაქიან პურს. იცი რა არის? აჭარულიო ხო მითხარი? კი. მე არ მეტყობა რომ აჭარული ხაჭაპური მიყვარს და ცეკვა არა? მეტყობა? კი. ვინ გინდა რომ გამოხვიდე მითხარი? მოცეკვავე. მოცეკვავე ხო გამოხვედი უკვე პრინციპში. ხო ხარ უკვე მოცეკვავე? აპლოდისმენტები ბავშვს. კაში გიყვარს შენ? კი. ძალიან გიყვარს? კი. გიკრავენ ტაშს საერთოდ? სახლშიც გიკრავენ ტაშს? კი. სახლში დაანძმა ყავს შენ? დამყავს. დაკავს? უფროსია შენზე თუ უმცროსი? პატარა. პატარაა შენზე? ისიც ხო არ ცეკვავს? არა. აქ ხო არ არის შენი და? არა. არ წამოგიყვანია? სახლშია? აქენა რომ მივესალმოთ არ გინდა შენ დას? რა ქვია შენ დას? მოიცა არ გინდა რომ მივესალმოთ? ესე რო გააკეთე თავი რატო? კოცნა რო გაუგზავნო არ გინდა შენ დას? რატო კაცო გაბრაზებს? კი. რატო? მიციცავებს თმებს. რა შვება? მიციცავებს თმებს. მიჩიჩავებს ხო? ისეთი ლამაზი თმები არის ხო ამის შეჩვა არ იქნება არანაირად. მართალიყაში და ძაგ წიწკნის? კი. გტკივა? არა. გატირებს? კი. მე რეჩხუბებიან სახლში მაგაზე თუ არა? შენ გეუბნებიან რომ უნდა მოუთმინო, იმიტომ რომ პატარააო, ხო? მე და შენ არ გინდა რომ მოუთმინო? არა. რა ქვია შენს დას? ემა. ემა?
მოდი მაინც მოვიკითხოთ აქედან და ის შეგვპირდება იქ მე ხა გვიბიცი რომ გვიყურებს და გვეტყვის რომ თმებს აღარ მოგწიწკნის, კარგი? აქ ვისთან ერთად ხარ ახლა? ბუბუკასთან და დედიკოსთან. პირველი ვინ თქვი? ბუბუკასთან და დედიკოსთან. ჩემი მასწავლებელი. ბუბუკა ქვია მასწავლებელს? კი. დედიკოს რა ქვია? ლანა. მოგესალმებით ლანა. აჭარული როგორ ისწავლა და ან რატო ამოიჩემა მაინც და მაინც აჭარული? აი ტელევიზორში უყურებდა და მისი სურვილი იყო რომ შესულიყო ცეკვაზე. აი 4 წლის იყო რომ მივიყვანეთ და ანუ ისეთი პატარა იყო, არ მიიღო მასწავლებელმა, ანუ 4 წლიდანო ბავშვებს ავღებულობთ. ეს ბუბუკა მასწავლებელმა თქვა, აი გვერდით რომ ზის ბუბუკა მასწავლებელი. აი ასეთი ბავშვის არ მიიღება იქნებოდა, მითხარით. ნახე როგორ ეგონათ რომ შენ ვერ იცეკვებდი? როგორი ბავშვი ყავს ბუბუკა მასწავლებელო გითხარით აბა? ანუ ნიჭით არის დაბადებული ის რაც მას აქვს ვერ ასწავლი, ანუ ბავშვი არის მე მიმართულებას ვაძლევ უბრალოდ სიმართლე რო გითხრათ დანარჩენი მისია პლასტიკა, მანერა, დგომი, აი ყველაფერი არის მისი თავიდან ბოლომდე. და ძალიან ვინანერო არ მივიღე 4 წლის ასაკში. თვითონაც გამიბრაზდა სხვათა შორის. ხო, შენ გაბრაზება იცი? კი. კაი რას მეუბნები? მე ხო არ გამიბრაზდები? არა. აი, ესეთი საყვარელი ბავშვი არის. ბუბუკა მასწავლებელსაც ხო არ უბრაზდები შენ? არა. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა პატივცემულებო. ახლა ნიცა, მე მგონი იცი რისი დრო დგება? იცი რისი? ცეკვის. კი ბატონო, ნახე როგორ გაებადრა სახე, გიჟდები. ესე იგი, კარაქიანი პური შეუჭამიათ. ამიტომ კარაქიან პურს ვერ შეგპირდები ახლა, მაგრამ კარგ ტაშს აუცილებლად შეგპირდები და შეიძლება რომ დავიწყოთ? ანუ მე დაგითმობ შენ აგერ აქ ადგილს, მე აქ ვიჯდები და ტაშითაც აკვები და ყველანაირად გაგამხნევებ. კარგი? აბა, კაი ტაში გვინდა? Bravo! Bravo! Ai, ესეთი ნიცა გაგუაყავს ჩვენ დიდი აპლოდისმენტები მინდა ახლა. საოცრად იცეკვე. საოცარი, შენ ეხლა იყავი პროფესიონალი მოცეკვავე, იცი? ძალიან მაგარი ხარ. ეხლა ამ გადაცემას რო ნახავენ, წარმოიდგინე შენ, რამდენი ფანი გეყოლება ეხლა შენ აჭარაში განსაკუთრებით. ხო მართალია? ამას ვერ დავტოვებ უსაჩუქრებს. ვერ დავტოვებ. 5 წლის მოცეკვავე ყავს დღეს სტუმრად კიდევ ერთხელ გაგიმეორებ. 5 წლის და ის იმსახურებს შესანიშნავ საჩუქრებს. პირველი საჩუქარი ჩვენთან მოაქვს ფაგიოს. აი ეს შენ ეს გახლავს ფაგების ნაკრები იმისთვის რომ არ გაცივდე არასდროს და არანაირი ინფექცია არ მოგეკაროს, ხო კაია? დედამ იცის ფაგიო. და ეხლა ვინ უნდა მობრძანდეს?
ლოკომოკოს ლოვი უნდა მოვიდეს. აი როგორ მოდის. ეს საჩუქრებიც შენ ლოკომოკოსგან. კიდევ ერთხელ ხუხარე აპლოდისმენტები ნიცა გაგუას, რომელიც 5 წლის გახავთ.